როგორ ხვდება ქართული ლიტერატურა და მწერლობა გასაბჭოებას? რუპორი პოლიტიკური პარტიისა უნდა იყოს მწერლობა. ეს კარგიაო, პროლეტარული ეთიკის კულტი შემოაქვს თუ მოკლავ მამას და დაახჩობ დედას, რევოლუცია თუ კი ბრძანებს ამას. ქრისტიანული რელიგია უნდა გამოქმდეს. და მოდის რა, კომუნიზმი როგორც ქრისტეს ადგილს იკავებს ლენინი. ბეთლემში თუ იშვა ქრისტე, სტალინის ადიშვა გორში და შეიქმნება, მაგრამ რა შეიქმნება გორზე მთელი პოეზია. ლენინ შენს თვალებს ჩვენ არ დავმარხავთ. ლენინ შენს შუბზე მიწას არ დავყრით. ლენინის ნეშტი აქციას თაყვანის ცემის ობიექტად და საგნად. შეიქმნა ნორჩ უღმერთოთა ჯგუფები. მიხეილ ჯავახიშვილი უბის წიგნახში ჩაწერს. პროლეტ მწერლები იდეოლოგიის ისეთ დოზას იძლევიან, კამეჩსაც კი წააქცევს.